გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლიმ პლახმაიერი და მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით. ჯერ ჩვენი მთავარი ამბები. ხელოვნური ინტელექტი გადადის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და თავდაცვა, მაგრამ როცა რისკები იზრდება, Gen AI ქმნის უსაფრთხოების მექანიზმებს, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს. ჩვენი ნატაშა კირჩიკი ესტუმრა ამ ინოვაციურ კომპანიას, Eiffel-ის კოშკის ჩამონგრევა, მიწის ჩავარდნა, რომელიც შთანთქავს გიზის დიზ პირამიდა. წლების განმავლობაში ჩვენ ვეყრდნობოდით Google Earth, რომ გვეჩვენებინა მსოფლიო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მაგრამ ეს ეპოქა შეიძლება დასასრულს უახლოვდებოდეს. ამაზე სიუჟეტს გთავაზობთ. და შექმნილია იმისთვის, რომ შევიდეს კატასტროფის ზონებში, რომლებიც ადამიანებისთვის ძალიან საშიშია, ეს მასიური კენტავრის რობოტი აშენებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს პირველი რეაგირების ჯგუფებს. მაგრამ ჩაშენებულმა ავარიული გამორთვის მექანიზმა და ბენზოხერხის მიმაგრებამ შეუძლებელი გახადა მისი უგულებელყოფა. ორმა ისრაელის უნივერსიტეტმა მსოფლიოს top 30-ში დაიკავა ადგილი ხელოვნური ინტელექტის ტალანტების, კვლევისა და სტარტაპების შექმნაში. ახლა როცა გლობალური ხელოვნური ინტელექტის რბოლა უფრო აქტიურდება, ისრაელი უფრო დიდ გამოწვევას აწყდება. როგორ გადააქციოს ეს ტალანტი გარღვევის მომტან კომპანიების ახალ თაობად? დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის Hats Ventures-ის მმართველი პარტნიორი და წიგნის 12 Moonshots for Israel ავტორი ჯუდა ტაუ. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ, ჯუდა. მადლობა მოწვევისთვის. კარგი, მოდით დავიწყოთ, რადგან თქვენ ამტკიცებდით, რომ მთავრობა არ იყო ჩართული ისრაელში AI ტექნოლოგიების ლანდშაფტის შექმნაში, თუ მთავრობა არ იყო ჩართული ან არ იყო მთავარი მოთამაშე, მაშინ ვინ გააკეთა ეს? დიახ, მთავრობას მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა როგორც წესი, მათი მთავარი როლია, რომ სხვებს მისცენ შესაძლებლობა რაღაცების გაკეთების, ვიდრე თავად გააკეთონ ეს. არ არსებობს სამთავრობო სამინისტრო, რომელმაც შექმნა ვიზი. არ არსებობს სამთავრობო სამინისტრო, რომელმაც შექმნა Waze ან checkpoint-ი. როგორც წესი, ის რაც ჩვენ ისრაელში ვნახეთ, არის ქსელური ეფექტი კვლევართა, ინოვატორთა, დამფუძნებელთა, მკვლევართა, უნივერსიტეტებისა და უზარმაზარი რაოდენობის S&P 500-ის კომპანიების. ყველა ესენი დაახლოებით 1 მილის რადიუსში არიან ჩემი ოფისებიდან თელ-ავივში. და ის ფაქტი, რომ ასეთი მჭიდრო ეკოსისტემა გვაქვს, უბრალოდ საშუალებას აძლევს სტარტაპებს აყვავდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში და ასევე ეხლა ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც. და სად ერთვება სამხედრო ძალა? სამხედრო ძალა კრიტიკული კომპონენტია, მაგრამ ის კრიტიკულია ორ სფეროში. პირველი ისაა, რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განევითარონ ისეთი უნარები, რომლებიც უნივერსიტეტში ვერ მიიღება. ერთ-ერთ პერიოდში, როცა რეზერვისტი ვიყავი, 7 ოქტომბრის შემდეგ მახსოვს შევხვდი მკვლევართა ჯგუფს, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა პაკეტი მიწის ქვეშ გამძლეთ და საიმედოდ გადაადგილდება. ეს იყო მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ეს ყველაფერი უზარმაზარი დროის წნეხის ქვეშ გააკეთეს რესურსების ნაკლებობის პირობებში. და როცა მათ რეალურად ახალი გამოგონებების შექმნა მოუწიათ, რომ ეს ყველაფერი მუშაობდეს, რომელი უნივერსიტეტი მოგცემთ ამის საშუალებას? მეორე რამ, რასაც სამხედრო სფერო იძლევა, არის ის, რომ ათასობით ადამიანს შეუძლია რეალურ დროში, რეალურ გამოყენებაში საკუთარი თვალით ნახოს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები. ძალიან ახალგაზრდა ასაკში. და შემდეგ აძლევს მათ საშუალებას წავიდნენ დატოვონ ეს სფერო და შექმნან ყველაფერი, რასაც ფიქრობენ, რომ საუკეთესოა კაცობრიობისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი რეალური ცხოვრების გამოცდილება, რაზეც თქვენ საუბრობთ. ახლახან გავიგეთ, რომ ორი ისრაელის უნივერსიტეტი მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტების 30-ში. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალში უნივერსიტეტები ზედმეტი გახდება? სინამდვილეში მყავს ძმა, რომელმაც ახლახან დაასრულა უნივერსიტეტი და შაბათ-კვირას, როცა სამხედრო სამსახური დაამთავრეთ, საუბრობდით უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადაწყვეტენ უნივერსიტეტები მოქმედებას. ერთი მაგალითი არის აქ ისრაელში და ამაზე ბევრჯერ დამიწერია. მე ვფიქრობ, უნივერსიტეტებს ბევრად მეტი შეუძლიათ. ვიცი, რომ ეს ფაქტები შთამბეჭდავია პატარა ქვეყნისთვის, რომ მისი ორი უნივერსიტეტი საუკეთესო 30-ეულშია. მაგრამ როცა ვფიქრობთ, რამდენმა უნივერსიტეტის ინოვაციამ რეალურად მიაღწია ბიზნესებს, ბოლო 2 ან 3 ათლეულის განმავლობაში ისრაელი და რამდენმა ინოვაციამ განკურნა დაავადებები ძალიან ცოტა. და იმით რაც დღეს გვაქვს ჩვენს ხელში, ისრაელის 10 უნივერსიტეტში ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ესე რომ რაც უფრო მეტად მისცემენ უნივერსიტეტები თავისუფლებას, რომ გაიხსნან და მოერგონ ამ ახალ ეპოქას, რომ მისცენ ინტელექტუალურ საკუთრებას საშუალება, რომ უნივერსიტეტის კედლებს გარეთას განვითარდეს და ფართო საზოგადოებაში გავრცელდეს მით უკეთეს. ვფიქრობ, მომავალი სტუდენტები სწორედ ამის გამო მოისურვებენ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას. ეს ფაქტორების კომბინაცია, რაც ამ ქვეყანას სტარტაპების ერად აქცევს და ასეთ განსაკუთრებულს ხდის. Judith Tao, Hats Ventures-ის მმართველი პარტნიორი და წიგნის 12 გრანდიოზული იდეა ისრაელისთვის ავტორი. მადლობა, რომ დღეს დრო დაგვითმეთ. მადლობთ.
ეხლა, ვინ აკვირდება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე და უსაფრთხოებაზე იღებს გადაწყვეტილებებს? ამჟამად თითქმის არავინ, ერთი თელ-ავივის კომპანია ამბობს, რომ მან შექმნა დამცავი მექანიზმები. მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციები ამ პროცესს აკლია. წამყვანი და კორესპონდენტი ნატაშა კირცუკი გვაცნობს დეტალებს. ალბათ ამ კვირაში ხელოვნურ ინტელექტს ესაუბრეთ ისე რომ ვერც კი მიხვდით. შეიძლება მაშინ, როცა თქვენს ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიაში ან ბანკში დარეკეთ, ან ტესტის პასუხს გადაამოწმებდით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება მსოფლიოს ყველა საავადმყოფოში, ბანკში და თავდაცვის ორგანიზაციაში. ხელოვნური ინტელექტი არ არის მომავალი, ის უკვე აქ არის. და მთავარი კითხვა ასეთია: როცა ის შეცდომას უშვებს, ვინ არის პასუხისმგებელი? მე თელ-ავივში Gen AI-ის ოფისებში ვარ და მათ გონიათ, რომ პასუხი აქვთ. ChatGPT-ის გამოყენება იმეილის დასაწერად ერთი რამეა, მაგრამ ორგანიზაციები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ სამედიცინო, ფინანსური და ოპერაციული გადაწყვეტილებების მისაღებად, სადაც შეცდომებს რეალური შედეგები აქვს. და სწორედ ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც Gen AI ცდილობს. ბევრ ორგანიზაციას რაღაც განსხვავებული სჭირდება. Gen უზრუნველყოფს საფუძველს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტი არის ის, როდესაც სწორი ან არასწორი არჩევანის გაკეთებას შეიძლება ზიანი მოხვეს. Gen არ ქმნის ხელოვნურ ინტელექტს. ის აშენებს მის გარშემო დაცვით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოს, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს ზუსტი, ანგარიშვალდებული და საკმარისად უსაფრთხო კრიტიკული გადაწყვეტილებებისთვის. 12 თვით წინ გადავინაცვლოთ, ჩვენ გვექნება ათასობით პოტენციური ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტა და აგენტი, რომლებიც იმუშავებენ. 10,000 20,000 შეიძლება 50,000 თანამშრომელი ყოველდღიურად გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს. მათ აქვთ ხელოვნური ინტელექტის იზოლირებული სისტემები, რომლებიც უკონტროლოდ მუშაობენ. რამდენი ღირსეს, ვინ არის პასუხისმგებელი თუ რამე არასწორად წავა? თუ არ დაგვთ კორპორაციული დონის ხელოვნური ინტელექტის საფუძველი ფართო მასშტაბზე, ის პატარა ინსტრუმენტები იშლება. და ეს უკვე ხდება ორგანიზაციებში, სადაც უმეტეს ადამიანს გონია, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვთ. თანამშრომლები იყენებენ AI ინსტრუმენტებს, ზოგჯერ ათობით სხვადასხვა ინსტრუმენტს, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. სენსიტიური მონაცემები, პაციენტების ჩანაწერები, ფინანსური ინფორმაცია, ყველაფერი შეყვანილია სისტემებში, რომელთა შესახებაც არც ერთ ხელმძღვანელს არ მიუცია ნებართვა და არც კი იცის. უმეტეს ადამიანს არ აქვს წარმოდგენა, რამდენად დაუცველია პირად და პროფესიულ დონეზე. კომპანიებს ესმით რისკები, მაგრამ ტექნოლოგიების დანერგვის ტემპი აღემატება მათ შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოების ზომები მიიღონ. და ეს მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ეხება. ეს არის თქვენი ჯანდაცვის მიმწოდებელი, თქვენი ბანკი და ორგანიზაციები, რომლებსაც ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციას ანდობთ. აბა, ეს რეალურად როგორ გამოიხურება? ავიღოთ ისრაელის მაკაბის ჯანდაცვის დაზღვევა. მას 2,6 მილიონი წევრი ხავს და ყოველდღიურად ათასობით პაციენტის მოთხოვნას ამუშავებს. სულ ცოტა ხნის წინ ამ შემთხვევების უმეტესობას ხელით ამოწმებდნენ, სანამ Gen AI არ ჩაერთო. ჩვენ ავტომატურად ვამუშავებთ მრავალ სამედიცინო ჩანაწერს, დოკუმენტს, დამტკიცებას, სატელეფონო ზარების ტრანსკრიფციას. ფაქტობრივად ჩვენ ვქმნით შეჯამებულ საქმეს ან სამედიცინო რეზიუმეს. ჩვენ ვაანალიზებთ მონაცემებს და ვაძლევთ შემდეგ საუკეთესო რეკომენდაციებს. შედეგი ექიმს წარედგინება ძალიან მოსახერხებელ აპლიკაციაში. წარმოიდგინეთ საშუალო დამუშავების დრო 30 წუთიდან 3 წუთამდე რომ შემცირდეს. ხელოვნური ინტელექტი აჩქარებს პროცესს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ადამიანი იღებს. ეს მოდელია ჯანდაცვაში, ფინანსებსა და თავდაცვაში. თქვენ მუშაობთ თავდაცვისა და დაზვერვის კლიენტებთან. ზოგიერთ მათგანს აქ ვერც კი დავასახელებთ. დასაკეთებს Gen ამ სფეროში. წარმოიდგინეთ, რომ საგანგებო შემთხვევა ვითარდება, ათასობით სენსორი აწვდის მონაცემებს, ვიდეონაკადები, ადამიანებისგან მიღებული ანგარიშები, სატელეფონო ზარები, რუკები, დოკუმენტები, სურათები. გენი აკავშირებს წერტილებს. ის აანალიზებს უზარმაზარ რაოდენობის მონაცემებსა და ინფორმაციას. მას შეუძლია ამომავალი კანონზომიერებების ამოცნობა, ბევრად ადრე, ვიდრე ადამიანები შეძლებენ ამის დანახვას. თავდაცვაში გამოწვევა მხოლოდ სიზუსტე არ არის, ეს არის უსაფრთხოება. ყოველი AI-ის მოთხოვნა, რომელიც ორგანიზაციის გარეთ იგზავნება, ნიშნავს იმას, რომ მონაცემები ტოვებს შენობას. სამხედრო და სადაზვერვო საქმიანობაში ეს სერიოზული რისკია. და სწორედ ამიტომ Gen-ის ყველაზე სენსიტიური სისტემები სრულად მუშაობს კლიენტის საკუთარ ქსელში. ინტერნეტი არ არის, გარე სერვერები არ არის. არაფერი არ უნდა გავიდეს შენობიდან. დღეს რამდენი თანამშრომელი ყავს Gen-ს? დიახ, ისრაელში ყავს 130 ადამიანი და გლობალურად ყავს კიდევ 20, სინგაპურში
ლონდონში და ნიუ-იორკში. მეორე მხარეს არის კიდევ ერთი გუნდი, რომელიც მუშაობს თავდაცვაზე ისრაელის მოსადის, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან. 2 წელზე ნაკლებ დროში ჟანმა მოიზიდა 25 მილიონი დოლარი. გააფორმა 10 მილიონი დოლარის კონტრაქტები და გააფართოვა ბიზნესი ისრაელს მიღმა. მისი ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ქვეყნის უმსხვილეს კრიტიკულ ორგანიზაციებში. ახლა კი ეს მოდელი გლობალურად ვრცელდება. ჩვენ გვჯერა, რომ მისიისთვის კრიტიკული ხელოვნური ინტელექტი გახდება დამოუკიდებელი კატეგორია, ზუსტად ისე როგორც კიბერუსაფრთხოება. წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეების განმავლობაში ავტონომიურად მუშაობს. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ეს დამცავი მექანიზმები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ყველაფერი იყოს უსაფრთხო, დაცული და სანდო. ძალიან საინტერესოა სად მივა ეს კომპანია. ამჟამად ამერიკაში ხანდაზმულთა დაახლოებით 90%. სურს რომ სიბერე საკუთარ სახლში კომფორტში გაატაროს. შემდეგი კომპანია ამ შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის, რათა დაეხმაროს ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში და ამავდროულად შეამსუბუქოს ზრუნველების მზარდი დეფიციტი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნიშნავს კამერებს, რომლებიც თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან და სერიოზულ კონფიდენციალურობის პრობლემებს ქმნიან. მაგრამ Sensei AI-იმ სხვა გზა იპოვა ამის გასაკეთებლად. ხმების საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არიან ადი მარინოვსკი, პროდუქტის დირექტორი და დეკე ლებელისი, მონაცემთა მეცნიერების დირექტორი Sensei AI-ში. მადლობა ორივეს, რომ დღეს ჩემთან ხართ. დღეს ჩვენი მოკლე გაცნობიტი პრეზენტაციით დავიწყებთ. სიტყვას გადმოგცემთ თქვენ ადი, როგორც პროდუქტის დირექტორს. როცა მზად იქნებით, 63 გაქვთ. რას წარმოადგენს Sensei AI? კარგი, Sensei-ის მიზანია დაეხმაროს ხანდაზმულებს ღირსეულად დაბერძნენ საკუთარ სახლებში, რაც შეიძლება დიდხანს. პრობლემა ისაა, რომ დღეს სახლის მოვლა სრულიად რეაქტიულია. ოჯახები შეშფოთებულები არიან, მომლელები გადატვირთულები არიან, ხოლო სააგენტოებს სრული სურათი არ აქვს. არავინ ნამდვილად არ იცის და არ ესმის, რა ხდება ვიზიტებს შორის და თვითონ ვიზიტების დროსაც კი. აუდიოზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Sensei ამოიცნობს მოვლასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხმებსა და სიტყვებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ისეთ რამეზე, რაც ყურადღებას საჭიროებს. როდესაც რაღაც იცვლება, თქვათ, ვარდნის რისკი, ადრეული კოგნიტური დაქვეითება ან თუნდაც საშარდე გზების ინფექციის ნიშნები, ჩვენ ამას გამოვავლენთ მანამდე, სანამ კრიზისად გადაიქცევა. და ეს ყველაფერი მოხუცისგან არაფერს მოითხოვს. არც წარება სჭირდება, არც რაიმეზე დაჯერა, არც რაიმესთან ურთიერთობა სჭირდება. Sensei ამით არ ჩერდება. ჩვენ სააგენტოებს მთლიანობაში ვუყურებთ, რადგან ხანდაზმულებისთვის იმ ზრუნვის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რომელსაც ისინი იმსახურებენ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა, ვინც ამ ზრუნვას მართავს, კონცენტრირებული იყოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ნიშნავს ზრუნვის ინტელექტს, ზრუნვის გუნდისთვის, დანდისთვის და ოპერაციულ და ზრდის სამუშაო პროცესებში ვარიერების შემცირებას, რაც სააგენტოს წინსვლას უზრუნველყოფს. მაშ, დეკოლ, ჩემი კითხვა შენთან ასეთია. ამას როგორ ახერხებ? რადგან მაგალითად, ერთი ხანდაზმულისთვის ოხრა შეიძლება სრულიად სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე მეორე ხანდაზმულისთვის. ანუ თქვენ მონაცემებს თითოეულ ხანდაზმულზე აგროვებთ, თუ ერთი დიდი მონაცემთა ბაზიდან იღებთ ინფორმაციას? დიახ, სინამდვილეში ორივე. თითოეული ხანდაზმულისთვის ვსწავლობთ მათ პირად ნორმას, როგორი ჟღერს მათთვის ჩვეულებრივი დღე, რა არის მათი რუტინა, მათი რიტმები. და ვიყენებთ იმას, რაც ვისწავლეთ ხანდაზმულთა დიდი რაოდენობისგან და ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხანდაზმულთა აუდიო ჩანაწერების მონაცემთა ბაზიდან. ამიტომ ვიცით, რომელი ხმები და ნიმუშები რა ნიშნავს, რას ნიშნავს როგორც წესი. და შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს აზზე მეტ სხვადასხვა ტიპის ზრუნვასთან დაკავშირებულ ხმოვან მოვლენებს. ზოგი ეფუძნება ფიზიკურ ხმებს, მაგალითად ხველას ან ხმას, რომელსაც ადამიანი გამოსცემს, როცა ეცემა. ხოლო სხვები ზრუნვასთან დაკავშირებულ საუბარში არსებული ინფორმაცია მაგალითად მზრუნველის ურთიერთქმედება, დახმარების თხოვნა, ან თუნდაც ტკივილების ან სხვა სიმპტომების პირდაპირი მოხსენიება. ეს ყველაფერი ქმნის ხანდაზმულის დაბერების პროცესის ქრონოლოგიას. და ჩვენ ამას ვადარებთ როგორც მათ საკუთარ საცფის მდგომარეობას. ასევე ყველაფერს, რაც ათასობით სხვა ადამიანისგან მისწავლეთ. და სწორედ ეს კომბინაცია გარდაქმნის ნედლხმას რეალურ მიგნებებად. მაშ, რა ხდება მაშინ, როცა ხმა მიგვანიშნებს, რომ რაღაცა არასწორადაა? რა ხდება შემდეგ? დიახ, არასწორი შეიძლება ბევრ სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. თუ ეს გადაუდებელი შემთხვევაა, მაგალითად, ვამჩნევთ დაცემას ან დახმარების ძახილს, მაშინვე ვაცნობებთ სააგენტოს, რომ ვინმემ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. მაგრამ პრობლემა შეიძლება ბევრად უფრო შეუმჩნეველიც იყოს. ზრუნვის გეგმა, რომელიც აღარ შეესაბამება ხანდაზმულის საჭიროებებს, ან ჯანმრთელობის გაუარესების ადრეული ნიშნები. ასეთ შემთხვევებში ამ ინფორმაციას სააგენტოს ვაწვდით, რათა პროფესიონალმა უფრო დეტალურად დააკვირდეს. თავარია, რომ ჩვენ ვამჩნევთ როგორც კრიზისს,
ასევე მოულოდნელ ცვლილებას. ხშირად ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შემდეგი კრიზისი. მას შადი ბოლო კითხვა თქვენთან. რამდენად დიდია ამჟამად მზრუნველების დეფიციტი და არის თუ არა Sensai AI ამ პრობლემის გადაწყვეტა? კარგი, დიახ, პრობლემა მართლაც დიდია. ჩვენი ბოლო კვლევის მიხედვით, სახლში მოვლის სფეროში ASHC-ში უფრო მეტი ვაკანსიაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროფესიაში. ნებისმიერ მომენტში სააგენტოების 60%-ზე მეტს არ ვქავს საკმარისი მომვლელები, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილონ. თუ სენსი გამოსავალია, სხვანაირად ვიტყვი. ამ დეფიციტს მხოლოდ ხალხის დაქირავებით ვერ მოვაგვარებთ. სენსი მაქსიმალურად იყენებს თითოეულ მოვლის საათს და ხარისხიან ზრუნვას აგრძელებს იმ საათის მიღმაც, როცა მომვლელები ფიზიკურად იქ იმყოფებიან. ჩვენ არ ვანაცვლებთ ადამიან მომვლელს. ადამიანური შეხება შეუცვლელია, ხომ ასეა? მაგრამ სენსის დახმარებით ხანდაზმულები უფრო დიდხანს რჩებიან სახლში. კვიზისებს მართვის ნაცვლად თავიდან იცილებენ და მომვლელის დრო გაცილებით უფრო ეფექტური ხდება. რადგან მოდით ერთი სიტუაცია განვიხილოთ. დიდი განსხვავება იმ მომვლელს შორის, რომელიც ახალ კლიენტთან ყოველგვარი წინასწარი ინფორმაციის გარეშე მიდის. მას არ აქვს წარმოდგენა, რატო პეგი მაგალითად დღეს ცუდ ხასიათზეა. და ერთი მომვლელი, რომელიც მოდის, იცის, რომ პეგის რთული ღამე ჰქონდა. რომ თითქმის არ დაუძინია და საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ჯერ შესთავაზოს მას შუადღის წილი, სანამ რამეს გააკეთებს. კარგი, ეს მართლაც საოცრად ჟღერს. სისტემა და ვხედავ, როგორ აქნევს დეკო ენერგიულად თავს, ასე რომ თქვენ ძალიან გჯერათ ამ სისტემის და მეც. ადი მარინოვსკი და დეკო აბელისი, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. დიდი მადლობა. ეხლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ სასტრაფო დახმარების მანქანებმა წინასწარ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ, სანამ საგანგებო ზარი შემოვიდოდა. United Hatzelahi იწყებს 20 ახალ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასტრაფო დახმარების მანქანის გამოყენებას, ასევე ხელოვნური ინტელექტით მომუშავე სისტემას, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს, სად არის ყველაზე მეტი შანსი შემდეგი შემთხვევის მოხდენის. ეს ეხმარება მოხალისეებს, რომ უფრო სწრაფად და უკეთესად მომზადებულები მივიდნენ ადგილზე. მოდით გადავხედოთ. მოდით სწრაფად შევიხედოთ სასტრაფო დახმარების მანქანის შიგნით და ვნახოთ, რა არის განსაკუთრებული ამ მანქანებში. ისრაელის ყველაზე დიდი ხალისეობრივი გადაუდებელი დახმარების ორგანიზაცია United Hatzala თავის ავტოპარკს დაამატა 20 უახლესი სასტრაფო დახმარების მანქანა, სრულად აღჭურვილი და მზად სიცოცხლის გადასარჩენად. აქ მაღალი ჭერები გაქვთ. ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა ამ კარადებშია განთავსებული. მონიტორები, ტექნოლოგია, მედიკამენტები, მარაგები, ჟანგბადის ბალონები, საკელოები. და ცხადია, ისრაელში, რადგანაც ისრაელში ვართ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ტერორისტული თავდასხმისთვის თუ სარაკეტო თავდასხმებისთვის. გვაქვს დამცავი აღჭურვილობა, ტყვია გაუნტარი ჩაფხუტები და ტყვია გაუნტარი ჟილეტები აქვს, რათა დავიცვათ და დავეხმაროთ ჩვენს მოხალისეებს, როცა ისინი ადგილზე სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ. დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით, ახალი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა თითქმის კრისტალურ ბურთს გავს, რომელიც მაშველებს ეხმარება წინასწარ განსაზღვრონ, სად შეიძლება მოხდეს შემდეგი საგანგებო შემთხვევა. ისინი ყველა დაკავშირებულია სარდლობის ცენტრთან, რომელიც იერუსალიმში გვაქვს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები მუშაობს იმის პროგნოზირებისთვის, სად მოხდება შემდეგი გამოძახება. ასე რომ ჩვენ მხოლოდ არ ველოდებით შემდეგ გამოძახებას და ახლომდებარე მოხალისის რეაგირებას, არამედ ერთ-ერთი ეს სასტრაფო დახმარების მანქანა განთავსდება იმ წერტილში, სადაც ვიცით, რომ მომდევნო 10 წუთში რაღაც მოხდება. შესაბამისად, მათ აღარ მოუწევთ 10 კვარტლის გავლა და 10 წითელი შუქნიშნის გადაკვეთა. ისინი იქ ელოდებიან და გამოძახება ხდება მათი მდებარეობიდან 90 წამიდან 3 წუთამდე სავალ მანძილზე. ეს მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენაში არ გვეხმარება. ეს მოხალისეებსაც ეხმარება, რომ უკეთესად იყვნენ მომზადებულები. სისტემა ითვალისწინებს ყველაფერს. ამინდის ცვლილებებიდან დაწყებული, რეალურ დროში მოძრაობით დასრულებული, ასევე ანალიზებს დემოგრაფიულ ტენდენციებსაც. უფრო ახალგაზრდულ უბნებში ის პროგნოზირებს ტრავმასთან დაკავშირებულ უფრო მეტ გადაუდებელ შემთხვევას. ხოლო უფრო ასაკოვან საზოგადოებებში უფრო სავარაუდოა, რომ პროგნოზირებს ინსულტთან, გულის შეტევასთან და სხვა სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებულ ზარებს. ეხლა მათ შეუძლიათ აპლიკაციაში მიიღონ მინიშნება თუ სად მოხდება შემდეგი ზარი 10, 20 და 30 წუთში. ამ გზით მათ შეუძლიათ წინასწარ განალაგონ და განათავსონ საკუთარი თავი იმ ადგილას, სადაც შემდეგი ზარი მოხდება. ეს ნამდვილად ასეა და ეს სიცოცხლეებს გადაარჩენს, არჩენს. ეს ჯადოსნურია. ტექნოლოგია სიცოცხლეებს გადაარჩენს. კარგი, თემა შევცვლი, რადგან ის მხოლოდ 48 საათით
იყო ხელმისაწვდომი. ახალი Google Earth-ის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა სატელიტურ გამოსახულებებზე კალბის სურათები შეექმნათ. რა თქმა უნდა, ინტერნეტი გაგიჟდა ამ Nano Banana 2 AI გამოსახულების გენერატორით. ამ სახელს მე არ ვიგონებ. სურათებს ქმნიდნენ მაგალითად ჩამონგრეული ეიფელის კოშკი, ჩამოშლილ ორმოში ჩაკლაპული გიზას დიდი პირამიდა, მაგრამ ასევე უფრო საშიში გამოსახულებები, როგორიცაა რუსული ტანკები უკრაინის დედაქალაქში. ამ თემაზე სასაუბროთ ახლა სტუდიაში შემომიერთდა ჩვენი კორესპონდენტი ჯო ბრაუნი. გამარჯობა ჯო. მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. გამარჯობა ლინ. რას ფიქრობდა Google, რადგან ვიცოდით? ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, ხო ასეა. ვიცოდით, რომ ადამიანები ამით ისარგებლებდნენ და რეალობას მთლიანად შეცვლიდნენ. 100%-ით. ეს არის ის, რასაც ტექნოლოგიური კომპანიები ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ. როცა რამეს ქმნი, ყოველთვის უნდა იფიქრო, რა შეიძლება გააკეთოს ყველაზე ცუდმა ადამიანმა მსოფლიოში, რომ ეს ბოროტების იარაღად აქციოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც ისინი კანონებთან და ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად აკეთებენ. ეს არის ის, რაც ამ ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ესე რომ, როცა Google Earth-ში გაქვს რაღაც, რაც საშუალებას გაძლევს პირდაპირ შეცვალო მსოფლიო, უნდა იფიქრო, კარგი, შეიძლება ეს ცუდად იქნას გამოყენებული, მაგალითად, რაც შენ ახსენე. ინტერნეტში ვნახე რაღაც, სადაც ადამიანები თვითმფრინავებს ნიუ-იორკის კოშკებში აჯახებდნენ. აი, ესეთ რამეს გააკეთებენ ადამიანები ონლაინ. ესე რომ, კიდევ ერთი პრობლემა ამასთან არის ის, რომ AI-ის ამოცნობის სისტემები, მათ შორის Google-ის, ასევე OpenAI-ის და Anthropic-ის, ვერ შეძლეს იმის ამოცნობა, რომ ეს იყო AI-ის ნამუშევარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად კარგია Nano Banana-ს გამოსახულებების შექმნა. მაგრამ ფაქტია, რომ Google-მა ეს ძალიან მკაცრი ტესტირებით უნდა შეამოწმოს, სანამ ამას გაავრცელებს. ამას გულისხმობენ ადამიანები, როცა ამბობენ, რომ ეს AI კომპანიები უპასუხისმგებლოდ იქცევიან თავიანთი ქმნილებებით. მათ სურთ პირველებმა სცადონ ეს ახალი რამ. მათ სურთ პირველებმა თქვან, რომ ნახეთ, ჩვენ გვაქვს რაღაცა ობიექტურად გასაოცარი. Google Earth. ჩვენ დავამატეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ იგი და ეს ის საკითხია, რაზეც მათ ადრე უნდა ეფიქრათ. სწორედ ამიტომ სულ რამდენიმე საათში სულიად ნათელი გახდა რა მოხდებოდა. ამიტომაც შეაჩერეს ეს პროცესი, სრულად არ მოუხსნიათ, მათ კიდევ ბევრი ტესტირება სჭირდებათ, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ეს ძალიან პრაქტიკული იყო. ნაადრევი თავის. გაშვება იყო. არა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამბობ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ვერც კი შეამჩნია, რომ ეს ყალბი იყო, რადგან იქ დინოზავრები იყვნენ. დინოზავრები ტყეში დადიოდნენ. აისლანდიაში სადღაც მიწის ჩაქცევა ვნახე. აბა რა ხდება ბიბი ნანა ბანანა სამთან? უნდა სწორად თქვა, ნანა ბანანა. საკითხი Nano Banana-ში არაა. ეს Google-ის AI გამოსახულებების გენერატორია. ესეთი ბევრი რამ არსებობს, მაგალითად Grok-ი, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი პრობლემები ჰქონდა, OpenAI. ყველა მთავარს აქვს ეს გამოსახულების შექმნის ფუნქცია და ისინი განაგრძობენ განვითარებას. იქნება Nano Banana 3. შეიყვანენ თუ არა ამას Google Earth-ში, ეს სხვა საკითხია და ეს ისაა, რაც მათ მომავალში მოუწევთ გადაწყვიტონ, როცა შეძლებენ სწორად გაუშვანეს. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, კვლავ დაგპატიჟებთ, რომ ამაზე ვისაუბროთ ჯო ბრაუნი, 24 News-ის კორესპონდენტი. მადლობა თქვენს დროს. გადაიწია ტერმინატორო, რადგან ქალაქში ახალი შერიფია. 6 ფუტის სიმაღლის სამაშველო რობოტი, რომელსაც რა თქმა უნდა ბენზოხერხი აქვს, ყურადღების ცენტრშია არა მხოლოდ მისი გარეგნობის გამო, არამედ იმის გამოც, თუ რას შეუძლია, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მას სამნახევარს უწოდებენ. ეს სენსენტავრის რობოტი შექმნილია იმისთვის, რომ მივიდეს იქ, სადაც პირველადი რეაგირების ჯგუფები ვერ მიდიან. მაგალითად, ტყის ხანძრების დროს, კატასტროფის ზონებში და ტოქსიკურ სამრეწველო ტერიტორიებზე. მაგრამ მისმა შემქმნელებმა ასევე გამოაქვეყნეს დეტალური ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათიშოთ, ან თუნდაც გაანადგუროთ რობოტი გადაუდებელ სიტუაციაში, სპეციალურად ჩაშენებული ეგრეთ წოდებული ავარიული გათიშვის მექანიზმით. კომპანია აცხადებს, რომ სენსენტავრი ციტატა უფრო საშიშია ვიდრე ჩანს. მაშინ, როცა ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟია, ხალხი მსჯელობს, უნდა შეეშინდეთ, თუ აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ ახალ რობოტ მონსტრზე. და დაივიწყეთ სვაიპინგი. ჰინჯის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ გაცნობის მომავალი ხელოვნური ინტელექტია, რა თქმა უნდა. ჯასტინ მაკლეოდმა 18 მილიონი დოლარი მოიზიდა თავისი ახალი კომპანიისთვის, Overton-ისთვის, რომელიც დაპირებას იძლევა, რომ უსასრულო პროფილების, მოწონებებისა და დამთხოვების ნაცვლად ფრთხილად შერჩეულ გაცნობებს შემოგთავაზებთ. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა მომხმარებლები მათი საკუთარი ხმით გაიცნოს. შემდეგ კი ხსნის, რატომ თვლის, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს კარგად შეეფერება. ეს განსხვავებული მიდგომაა, უფრო მეტად მაჭანკალივით თუ გნებავთ. რადგან
რადგან გაცნობის აპლიკაციების დაღლილობა იზრდება, თითქმის 10-დან 8 მომხმარებელი ამბობს, რომ სვაიპინგის გამოცდილება მათ გადაღალა. შეიძლება არც გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ არსებობს რეალური Big Mac-ის ინდექსი, რომელსაც The Economist აქვეყნებს. ახლა ისრაელი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყველაზე ძვირადღირებული Big Mac-ის მხრივ, შვეიცარიის შემდეგ. და ეს დიდი წინსვლა დასული იანვრის რეიტინგთან შედარებით, როცა ისრაელი მერვე ადგილზე იყო. ისრაელის მოულოდნელად მეორე ადგილზე გადასვლის უკან ორი ფაქტორი დგას. Big Mac-ის ფასის მკვეთრი ზრდა ისრაელში და შეკელის გამყარება აშასეთში დოლართან მიმართებაში. პოპულარული ბურგერი ახლა 23 შეკელი ღირს. ანუ $7.40, რაც გასულ იანვართან შედარებით 15%-ით გაზრდილი ფასია. Big Mac-ის ინდექსი 40 წლის წინ შეიქმნა ნახევრად ხუმრობით, რათა ქვეყნის კეთილდღეობა აეხსნათ. Big Mac-ი აირჩიეს როგორც წარმომადგენელი პროდუქტი, რადგან ის ბევრ ქვეყანაში იყიდება და ყველგან მსგავსია და დამოკიდებულია ადგილობრივ პროდუქტებზე, როგორიცაა ხორცი, პური და ბოსტნეული. ამასთან ერთად ის მოიცავს ისეთ ხარჯებსაც, როგორიცაა თანამშრომელთა ხელფასები, ქირა, ელექტროენერგია, ტრანსპორტი, რეკლამა და გადასახადები. ასე რომ ჩვენთვის Big Mac-ები აღარ იქნება, კარგი ჩვენი საფულისთვისაც და დიეტისთვისაც, ვისაც. და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი წამყვანი ლივ ბლოხმაიერი. შემოგვიერთდით მომავალ კვირას ინოვაციის ახალი ეპიზოდისთვის. ახლა კი თელ ავივიდან გმადლობთ ყურებისთვის და გისურვებთ კარგ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ.